დილა იმედისა ნუკა მარგველაშვილთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად დილამშვიდობის მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო როგორც უკვე შეგვედით ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ნინო მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისათვის და მე ძალიან მიხარია იმიტომ რომ 31 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტი გაიმართება რომელიც ლეგენდარულ ბალერინას ქალბატონ ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ აი ესე პომპეზურად აღნიშნავთ ამ საოცარი ქალბატონის რომელიც ღვაწლის ალბათ დაუფასებელი და რომელია იმიტომ რომ მან და ჭაბუკიანმა შექმნეს ლეგენდა ხო? გეთანხმებით მეც ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენ მართალი გითხრა ცოტა გადავდე და იმიტომ რომ თეატრის გახსნას ველოდებოდი მას უკვე შეუსრულდა 90 წელი მაგრამ რახან თეატრი წელს აი ამ სეზონში ვერ იხსნება ვერ ესწრება ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში გადავხადოთ ქალბატონ ვერა წიგნაძეს ესეთი იუბილე. ნამდვილად ეპოქა იყო, ულამაზესი ქალბატონი, ძალიან მაღალი დონის ბალერინა. მე უბრალოდ განსაკუთრებით ვიცოდი მის შესახებ, არა მარტო იმიტომ რომ ვიცნობდი პირადად, როდესაც პატარა ვიყავი, მისი ძმისშვილი ანა წიგნაძე ჩემი კლასელი იყო. ამიტომ მქონდა ეს ბედნიერება და უფრო ხშირად ხედავდით, ხო მივხვდით არა, რას გულისხმობ. ზოგ შესაძლებლობა მქონდა რომ სპექტაკლზედაც მომხვედრილიყავი. როდესაც ქალბატონი ვერა ბოლოს ჟიზელს ცეკვავდა. მახსოვს პატარები ვიყავით და ვტიროდით. გვეგონა რომ უკვე მართლა გარდაიცვალა, იმდენად პირველი მოქმედება ესე იცეკვა. მაშინ ესე იცით სკოლაში ვიყავი, მაგრამ როგორც ესეთი აი გამოვიდოდი, არ გამოვიდოდი ბალერინა, აი არც შემეძლო გადამეწყვეტა, იმიტომ რომ ყინულზედაც დავდიოდი და ბალეტზეც. ალბათ აი ამ ფაქტმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ მე ალბათ გადავრჩი ბალეტში ამის გამო. როგორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყოფილა პრინციპში. ქალბატონი საკმაოდ გვიანობამდე ცეკვავდა, არ გავიდა ადრე ხოლმე როგორც ვიცი. დიახ, გვიან დაამთავრა თავისი კარიერა. საერთოდ ისეთ მისი ინტერვიუები ფაქტიურად არ არსებობს. ერთი ინტერვიუ ჩაწერილი. აი ესეთი ადამიანი იყო ძალიან მორცხვი. ну რუსულად მოლაპარაკე იყო მოგეხსენებათ იმიტომ რომ არავინ ინტერვიუს არ წამოაყენე ხო ეხლა აი მაგას არა გუშინ გადაიღეს მაინც რაღაც პატარა ინტერვიუ მასთან უბრალოდ ერიდებოდა არასოდეს არ უნდოდა და აი ესეთ ინტერვიუში რო კითხეს რომ ქალბატონი ვერა რატო არსად არ გამოდიხართ აი ტელევიზორში არ ჩანხართ არც ერთ ღონისძიებაზე ესეთ ხო ეს ჩემი პრობლემა არ არისო ძალიან პატიშებენი. იცით როგორ დამწყდა გული, იმიტომ რომ აი ესეთი ადამიანების დავიწყება, რომელმაც ესეთი დიდი საქმე გააკეთათ ჩვენი ქვეყნისათვის, როგორ შეიძლება? აი ამაზე წდება ხოლმე ყოველთვის. აი ერთი ცოტა უხერხული კითხვას დაგისვათ. მე გულში როდესაც საუბრობდით რომ გავიგეთ რომ ეს გალა კონცერტი იხსნებოდა, ერთმა ადამიანმა მითხრა რომელიც კარგად ერკვევა ბალეტში რომ ჭაბუკიანი იმდენად დიდი იყო და იმდენად ლეგენდაო რომ მას არ შეიძლება არც სურდაო რომ მის გვერდზე კიდე რაღაცა ვარსკვლავი ყოფილა. ეს სიმართლე შეეფერება თუ იცით რა შესაქმე ხა მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ რამოდენიმე ფაქტი არსებობს იმისა, რომ თქვათ ულანოვა და ჭაბუკიანიცაც ერთად ცეკვავდნენ, გალინა ულანოვას არ მოუნდა მის გვერდზე დგომა, იმიტომ რომ შეეშინდა ალბათ ამის შეიძლება კი არ შეეშინდა, რაღაცა კონფლიქტი ქონდათ, ან შეიძლება კონფლიქტი არ ქონდათ, მაგრამ უბრალოდ ნუ არ უნდოდა. ეხლა იცით რა არის პარტნიორობა ძალიან ბევრი ის არის სინტეზი არის. ეხლა მეც ბევრთან არ ცეკვავდი, იმიტომ კი არა რომ კონფლიქტი ქონდა, უბრალოდ კომფორტულად ვერ გრძნობდი თავს და ცეკვავდი იმ ადამიანებთან, ვისაც კომფორტულად გრძნობდი თავს და ყოველთვის მიყვარდა ცეკვა ძლიერებთან. იმიტომ რომ მაშინ ყოველთვის გრძნობდი, რომ ჩემი სპექტაკლი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდოდა. ეხლა მე ამას ვერ გეტყვით ნამდვილად კონკრეტულად ამ თემაზე ნამდვილად არ მისაუბრია არც ბატონ ვახტანგთან და არც ქალბატონ ვერასთან. მაგრამ მე ვთვლი, რომ აი იმდენად ძლიერი და იმდენად მაღალი დონის ბალერინა გახლავთ ქალბატონი ვერა წიგნაძე, რომ გარდა იმისა, რომ ამის არ ეშინოდა, არამედ ძალიან ბედნიერი იყო და არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევდა ესეთ დიდ ადამიანს, როგორიც გახლავთ ვახტანგ ჭაბუკიანი. და მე ჩემ პედაგოგისაგან ვიცი რაისა სტროჩკოვასაგან, იმიტომ რომ ისინი ერთი წლისები არიან, აი წელს ჩემ პედაგოგსაც შეუსრულდებოდა 90 წელი, ცოცხალი რო ყოფილიყო. ქალბატონი ვერა კიდევ კარგი ჯერჯერობით ჩვენთან არის.
რაშია საქმე იცით აი იმ დროს უბრალოდ ჩვენ ყველანი ვიყავით საბჭოთა კავშირი ამიტომ როგორც ვერაწიგნად ესე ქართველს ესეთი სახელი აი არ გაეთქვა უბრალოდ საბჭოთა კავშირის ბალერინა იყო და არა საბჭოთა კავშირი და რაღაცნაირად მაგრამ იმ დროს დაიხო თუნდაც ახალი თაობისთვის აი რამე ალბათ მათ ვინც აქტიურად ცეკვავს ბალეტს და ყოველ შემთხვევაში სურვილი და ოცნება აქვს რომ გამოვიდეს ბალერინა მათ ალბათ იციან რა თქმა უნდა ვერაწიგნად ჩვენთან რასაკურველია ვიცით და ვაქცევთ ყურადღებას და ბავშვები სწავლობენ უყურებენ მაგრამ მინდა გითხრათ ეხლა მე ხანს აი ნოემბრის თვეში მე დავდგი ვახტანგ ჭაბუკიანის ლავრესის ვერსია გავაკეთე დიდი თეატრის მინსკის ბელორუსის დიდი თეატრის დიდ სცენაზე ხო და რასაკურველია ხა მაქსიმალურად შევეცადეთ აღვეგინა გაცრავად აი ის რაც ვახტანგ ჭაბუკიანის ცეკვები შემორჩა დღეს აი ყველა დღევანდელ ჩვენ ბალერინას თბილისში პიტერში თუ მოსკოვში დავეკითხეთ ვის რა ახსოვს ვის რა იმიტომ რომ ყველგან იყო ეს სპექტაკლი ლავრენსია უბრალოდ ეხლა მარტო ჩვენთან არის თბილისში იყო მე გაკეთებული პიტერში და მესამე სპექტაკლი ეხლა არის ბელორუსიის თეატრში აქვს ლავრენსია ამიტომ, როდესაც ამ მასალას ვაგროვებთ, კიდე ძალიან კარგად შევისწავლეთ ვერაწიგნაძის ეს ცეკვები და ვუყურებთ ყველაფერს დეტალურად. და როდესაც ვაჩვენებდი ბელორუსიულ ბალერინებს, აი ახტაცებულები იყვნენ, იმიტომ რომ ეს კადრები მათ YouTube-ის გარდა დღეს არსად არ უნახიათ. კარგია რომ YouTube-ზე მაინც არსებობს. უბრალოდ იმიტომ დაიწყეს ყურება, რომ ჩვენ უთხარით. საჭირო გახდა რომ და როდესაც შეხედეს და როდესაც უყურეს აი ესეთი ტექნიკას, ესეთი სიმსუბუქის შესრულებას აი ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან გამოგვადგა. აი რა ელოდება 31-ში მოსულ მაყურებელს ფილარმონიის დიდ საკონცერტოებს, მე როგორც ვიცი, მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან და რაღაცა ძალიან გრანდიოზულად აღინიშნება ესე. დიახ, მე მინდოდა რომ აი ეს განსაკუთრებული საღამო ყოფილიყო, ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩვენ ერთად ორკესტრთან ერთად ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს სპექტაკლს. ამის ფუფუნება ჩვენ არ აგვაქვს ბევრი, ვცდილობ წელიწადში ერთხელ ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში მაინც გავაკეთოთ ესეთი კონცერტი, რომელიც ცოცხალი შესრულებით სწავა სცენაზე. ჩემ დასაუბედროდ მოგეხსენებათ, რომ ოპერის გარდა არ აგვაქვს ესეთი მეორე სცენა, აი საკონცერტო დარბაზი და მხოლოდ ოპერის თეატრი. ამიტომ ესეც უკვე ძალიან დიდი პლუსია, რომ ცოცხალი შესრულება იქნება 31-ში. გარდა მაგისა ჩამოდიან, როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავები, დღევანდელი პრიმები თავისი თეატრების, ეს იქნება ნიდერლანდის თეატრიდან, შტუტგარტის თეატრიდან, მოსკოვის კრემლის სასახლის თეატრიდან ჩამოვლენ ახალგაზრდა მოცეკვავები, წამყვანები, ვინც ახლა იწყებს კარიერას და გახდნენ უკვე წამყვანი ამ თეატრისა. ასევე ჩვენი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. ეს იქნება გალა კონცერტი, ძირითადად ჩვენ შევასრულებთ იმ ნაწყვეტებს ბალეტებიდან, რომელიც ქალბატონი ვერას ეკავდა. ასევე ჩვენ გვაქვს პატარა სიურპრიზი, იმიტომ რომ ეს ნომერი ძალიან დიდი ხანი არ შესრულებულა, რომელიც ქალბატონი ვერა და ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა თავის დროზე და ჩვენ დღეს მაყურებელს ვაჩვენებთ უკვე ახალგაზრდა მოცეკვავების შესრულებით. ეს იქნებიან როგორი საპასუხისმგებლობა იქონია იმ მოცეკვავებს. ეს ჩვენთან ჩამოდიან სპეციალ ჩიკაგო ბალეტიდან, ჩვენი ქართული თანამემამულენი, რომელიც ცეკვავენ ჩიკაგო ბალეტის სულაშვილი და ჯაიანი, ეს არის წყვილი, რომელიც დიდი ხანია წასულები არიან როგორც სტუდენტები. თუ ბალეტის მოყვარულებს აქვთ ნანახი ვახტანგ ჭაბუკიანის გალა, მათ უკვე იხილეს თუ როგორ გაიზარდნენ ეს არაჩვეულებრივი სილამაზის წყვილი და როგორ იცეკვეს წინაზე პოსოხოვის ბალეტი და ნადაჟო რახმანინოვის მუსიკაზე. ჩამოვლენ და აი ამ სიურპრიზს ისინი გვიმზადებენ. ეს იყო ჩემი იდეა და ძალიან მოხარული ვარ, რომ მაყურებელი ამას თავიდან ნახავს. და იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება მათ რეპერტუარშიც დარჩეს, მერე უკვე მთელ მსოფლიოში შეასრულონ. ქალბატონინო, სანამ გავათამაშებდეთ ჩვენ ახლა ბილეთებს და მივცემდეთ ჩვენ ძვირფას რადიოსანელების საშუალებას, რომ დაესწრონ ამ კონცერტს, მანამდე უცბად კითხავთ და მერე რეკლამის დროა, თვითონ ქალბატონი ვერა თუ დაესწრება საღამოს. მე ძალიან იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ვერა ცოტა შეუძლოთ არის ეს ბოლო ხანები, მაგრამ ძალიან იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ მის მოყვანა სპექტაკლზე, რომ დაესწროს და უყუროს. აი, უბრალოდ ღმერთს აღბედრებით რომ მისი ჯანმრთელობა ამის საშუალება მოგცეს. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ძალიან მალე დაგველოდოთ. დილა იმედისა, ნუკა მარგველაშვილთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.
გაგიბრუნდით ისე დილამშვიდობის თვითფასო რადიო მსმენელებო ვაგრძელებთ საუბარს და სანამ გავათამაშებდეთ ბილეთს მე მინდა ქალბატონ ნინოს ვკითხო როგორ შეუძლია საზოგადოების მოხვედრა სალაროში იყიდება ალბათ ბილეთები დიახ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მაინც ფილარმონიას ვეძახით ჩვენ ყველა რო უბრალოდ არ დავიბნეთ საკონცერტო დარბაზში თქო სხვები ვერ მიხდით ჩვენ არ დავიბნეთ ხო საკონცერტო დარბაზის სალაროებში იყიდება ბილეთები ასევე იყიდება აბონემენტები სხვათა შორის მე ვთვლი რომ ჩვენ აბონემენტების სისტემა ძალიან კარგად მუშაობს ყოველ კვირას ჩვენ გვაქვს ბავშვებისთვის სპექტაკლი აბონემენტი ძალიან იაფიღირს 5 სპექტაკლი შედის ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენ გვაქვს სურვილები და გვყავს სურვილები ვინც ამ აბონემენტებს იძეს მე მგონი ჯერჯერობით დარჩენილი აბონემენტები ისე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ნამდვილად ესეთ გალა კონცერტს მე მაგალითად არ გამოვტოვებდი არა ნამდვილად იმიტომ რომ სოფლიო ვარსკვლავების ერთად ნახვის საშუალება გვეძლება ყველას და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმიტომ რომ რასაც თქვენი საბალეტო დასი ახერხებს გრებოედოვის თეატრში თუ სხვადასხვა სივრცეებში რომ არ ჩააგდოთ და ეს მუდმივ მოქმედი რეპერტუარი იყოს და რაღაცა ფორმაში იყოს თეატრის გასწრამდე პირობების მიუხედავად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის შედეგი სწორედ აქედან არის გამოწვეული. ნამდვილად იცით რა, უბრალოდ ჩვენ ერთი დღე არ გავჩერებულ ვართ, ხომ გეუბნებით არა, დასვენების დღეებსაც კი მუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მაყურებელი, რომელიც მოდის და უკვე იცის რა დონის სპექტაკლებს უყურებს, ამიტომ თქვენი ჩამოსვლა არ გპატიობს არასოდეს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ეს დავიჭიროთ ეს ხარისხი, აი მიუხედავად ესეთი რომ სცენარა გვაქვს, ჩვენ მაინც ვაკეთებთ პრემიერებს. სხვათა შორის მე იუბილე მაქვს წელს ახლა რაღაცა დამავიწყდა ამაზე თქმა 10 წელიწადია ვარ თბილისის დასდა ეს ძალიან დიდი დრო არის როგორც ხელმძღვანელს მართალი გითხრათ პირობები მაინდა-მაინც ჯერ მქონდა რომ და ჩქარა წავსულიყავი ოპერის თეატრიდან რომ დაეკეტათ რემონტზე ეხლა ვარ სულ რემონტის პერიოდში მაგრამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ 57 სპექტაკლი დავდგით 28 გასტროლი ქონდა მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე 6 ქვეყნის შიგნით მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება დასისთვის უზარმაზარი იმიტომ რომ ამ ხელა რეპერტუარი ეს არის მართლა და ვავაყოფა ყველაფრით თან იცით რა ნამდვილად გეთანხმებით იცით რატომ იმიტომ რომ აი ძირითადად მე მქონდა ყოველთვის სურვილი რაღაც სხვა მეცეკვა გარდა იმისა რაც თეატრი მთავაზობდა ამ შემთხვევაში ეს იყო პეტიპას ბალეტები და გრიგაროვიჩის ბალეტები დიდ 20 წლის განმავლობაში მე არ მქონდა საშუალება სხვა რამე მეცეკვა დიდ თეატრში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როდესაც მე თვითონ გავხდი უკვე ბალერინა მე თვითონ მქონდა შესაძლებლობა ფინანსები რომ მომეძია იგივე ქორეოგრაფები იგივე რატმანსკი იგივე სტენტენუელში იგივე დრეი მაკენტაერი გადამეხადა საკუთარი ფული იმისათვის რომ დაედგათ რაღაცა ამ შემთხვევაში მე გულისხმობ რომ ჩემი ახალგაზრდა ბალერინები ვინც დღეს ოპერის თეატრში არიან აქვთ არაჩვეულებრივი საშუალებები და ყველანი ჩამოდის ჩვენთან იმისათვის რომ მათთან იმუშაონ და სოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფები ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა თქვენ თვითონ თუ იქნებით 31 სცენაზე მე გულისხმობ ორგანიზატორისა და მენეჯერის გარდა იცით თვითონ მე ამჯერად ვიქნები სცენაზე რასაკვირველია მაგრამ არც ეკვა მხოლოდ იმიტომ რომ ფეხი მეტკინა აი ტრავმა მივიღე ფეხი მეტკინა და ვერ ერთი თვეა აი ვერ ვცეკვა ვარ გამოსულ ვარ სცენაზე და ამიტომ ვერ მოვასწარი უბრალოდ ცეკვა ეხლა ვიწყებ მარტო ისევ დაბრუნებას ეს არის აშინელება ჩვენი პროფესიის რომ თუ გააცდენ ერთ თვეს მე ორი თვე გჭირდება რომ დაბრუნდე და ამიტომ სულ მყოფურად უნდა გიყვარდეს ეს საქმე ხო ნამდვილად გეთანხმებით სხვა გამართლება ამ ყველაფერს არა აქვს ეს არის ძალიან ლამაზი ხელოვნება ძალიან რთული მაგრამ თუ ეს გიყვარს და ამას აკეთებ შენ სიამოვნებით და ეს არის შენი ცხოვრების მთელი აზრი მაშინ ნამდვილად ღირს ნებაყოფლობითი ტანჯვა უნდა გითხრათ რომ გავათამაშოთ ვისმენდით კარგად შეკითხვა არის ძალიან მარტივი იმისთვის რომ თქვენ 31 იანვარს დაესწროთ გალა კონცერტს და მოიგოთ 2 ბილეთი უნდა გაგვცეთ დასმულ შეკითხვაზე სწორად პასუხი. რომელ წელს დაიბადა ვერა წიგნაძე? 2.92 უმარტივესი შეკითხვა დასვა ახლა ნუკა მე დარწმუნებული ვარ ძალიან ადვილად გასცემთ პასუხს და მიუხედავად იმისა რომ საიუბილეო თარიღი თუმცა ერთი მინიშნება ბრძანა ქალბატონმა ნინომ და ამით უფრო ადვილად გამოთვლით რამდენი წლის არის ეს დიახ მსმენელი ყავს დილამშვიდობის დილამშვიდობისად მოგესალმებით და გისმენთ 100 წლის 19
15-ში. არა, სამწუხაროდ არ ბრძანდებით მართალი. ჩვენ ერთი 5 ჯერ გამოვაცხადებთ, რომ ქალბატონი ვერა საიუბილეო თარიღია და ის თავად დაესწრება რამდენად შეძლებს ქალბატონი ვერა მოსვლას. არა, 100 წლის ადამიანმა შეიძლება შეძლოს, თუმცა საქართველოში რა თქმა უნდა. თუმცა შემდეგი მსმენელი ყავს. დილამშვიდობის მოგესალმებით. 1925 წელს. არა, 1925 წელს არ, ახლოს ხართ. ახლოს ხართ ნამდვილად. 292 1188 ნელ-ნელა ვახლოვდებით მე მგონი თარიღს და მე დარწმუნებული ვარ რომ აი ხა დაგვირეკავენ და სწორ ჩვენ სპეციალურად დავაბრუნეთ ეხლა ვიხდით იუბილეს მაგრამ თეატრის გახსნასო ქალბატონმა ნინო ბრძანა გისმენთ დილამშვიდობის ვერა წიგნაძე დაიბადა 1923 წელს. არა, აი ძალიან ცუხართ არა. არც 23-ში და არც 25-ში. რას არ გეძლობა? მე მგონი თქვენ დაასახელეთ და მაშინ სპექტაკლზე მოხვდებით ჯობია. შემდეგი მსმენელი ყავს. დილამშვიდობის. გამარჯობათ. 1922 წელი. არა, 1922 წელი სამწუხაროდ. მე მგონი ჩვენ დილამდე 31-ში აქედან წავიდეთ ჩვენ. ნამდვილად მე მგონი დილამშვიდობის გისმენთ. ალო. გისმენთ. 1926 წელი. არა, არც 22, არც 23, არც 25, არც 26. რა დარჩა? 292 1188 თქვენ მოიგებთ 2 ბილეთს ამ გალა კონცერტზე დასასწრებად. იანვარს გალა კონცერტზე დასასწრებად. დილამშვიდობის. გისმენთ. ალო. ბატონო. გისმენთ. ვერა წიგნაძე დაიბადა 1923 წელს. არა, ქალბატონო. არა, 23 წელი თქვენ იყო ეს ვერსია და არა. ესე იგი, იყო 7 ვერსია. 1000, ესე იგი 1915, ჯერ თქვენს 1915, მე 22, მე 23, მე 25, მე 26 იყო ვერსია. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა 24-ში. საქმე, ბრავო, თქვენი სახელი ბატონო? ვასიკო. ბატონო ვასიკო, თქვენ ხართ გამარჯვებული, მოიგეთ 2 ბილეთი, რომელსაც რადიო იმედში გადმოგცემენ და დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ და გამოიცანით. მადლობა გაიხარეთ თქვენს. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო, ხედავთ რამდენი მსმენელი გვისმენს რომ არ გაჩერდა. ძალიან გამიხარდა. უბრალოდ მართლა დავაბრუნეთ ცოტა მაყურებელი, იმიტომ რომ ეხლა ვიხდით 90 წლის საღამოს იუბილეს, რომელიც შეუსრულდა შაშან წლის ბოლოს შაშან, ამიტომ ნამდვილად მოგებული გვყავს და გამარჯვებული ბატონი ვასიკო და ჩვენ 31-ში დაგელოდებით და მივწანდებით თქვენ და დაესწრებით ამ არაჩვეულებრივ კონცერტს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის და კიდევ ერთხელ შემიძლია შევახსენოთ თქვენს მაყურებელს, რომ 31-ში 8 საათზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქალბატონი დიდი გალა კონცერტი ვერა წიგნაძისადმი მიწყვნილი. ასევე უნდა გითხრათ, რომ დღეს რადიო იმედის ეთერში იწყება ახალი გადაცემა თბილისის დროით, რომელიც გავა ყოველ პარასკევს 7 საათზე და ამ გადაცემაში აქტუალური თბილისური პრობლემებისა და საკითხების შესახებ ისაუბრებენ სახელმწიფო მოხელეები. რა ხდებოდა და რა მოხდება თბილისში. აი ამ შეკითხვებს ყოველი თვის ბოლოს უპასუხებს თბილისის მერი დავით ნარმანია და გადაცემის წამყვანი უნდა გითხრათ, რომ გახლავთ ეკა ვებხვერდზე. დღეს 7 საათზე. პირველ გადაცემაში სტუმრად სწორედ ქალაქის მერი იქნება დავით ნარმანია და იმახსოვრეთ არ გამოტოვოთ გადაცემა თბილისის დროით. და თქვენ შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში SMS შეტყობინებები გააგზავნოთ ნომერზე 917778 ან დარეკოთ ჩვენს ტელეფონის ნომრებზე, რომელსაც სულ ვაცხადებთ და დაუსვათ შეკითხვა მერს, რომელსაც ჩაიწერენ და გადაცემის მსვლელობის დროს შეეკითხებიან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გემს ვიდობებით, ბედნიერ და ჯანმრთელ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. დილა იმედისა. ლუკა მარგველაშვილთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.